უფალი არ მიგატოვებს. არასოდეს არ მიგატოვებს. ყველამ რომ მიგატოვოს, აბსოლუტურად ყველამ ცის ქვეშეთში უფალი შენი არ მიგატოვებს. იმიტომ რომ ღმერთმა შენთან აღთქმა დადო და თქვა, არასოდეს მიგატოვებ. ამ დედამიწაზე ერთი პიროვნება, ვინც ყოველგვარი ზედმეტი სარჩულის გარეშე გიხურებს და უყვარხარ. როცა ღმერთი გიხურებს, ტკბება შენი სიყვარულით. არასოდეს არ ახსენდება მას შენი ტყუილები. არასოდეს არ დაქციდის. არასოდეს არ გასამართლებს. არასოდეს არ იცის ნახე რა აქვსია, როგორ იყურება, რომ გიხურებს, ის ტკბება შენი სიყვარულით. და იძახის, დედა მოვიდეს ჩემთან გულში ჩავიკრავდი. ის გელოდება შენ როგორც დაკარგულ ძეს. ის გელოდება შენ რომ შენი გულიდან ამოიღო ეგ ტკივილი და უთხრა უფალო, მე შენი შვილი ვარ და ეს ტკივილი მაქვს. ის განიცდის, როცა შენ ტკივილებში დადიხარ. მას გრძნობა გააჩნია შენ და მის სიყვარულის. მას უნდა რომ შენ იყო განკურნებული. მას უნდა რომ შენ გეცვას, იყო ნაჭამი, გამოკვებილი. მას უნდა რომ შენ გიხაროდეს. მას უნდა რომ შენ დატკბე ფრინველებით, ცხოველებით, ბუნებით, ცხოვრებით, ზეცით, ვარსკვლავებით, თვარით. მას უნდა დატკბე მისი ხელთაქმნილებით. მან ეს ყველაფერი შენთვის შექმნა და როგორ უნდა რომ შენ გაიხარო ამ ყველაფერში. მაგრამ არსებობს პიროვნება, თუისაც შენი სიხარული არ უნდა. ეს ეშმაკია, რომელიც მოდის და გეუბნება.